უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის ხელმძღვანელად მეორევადი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აირჩიეს. საერთო კრების მე-14 სხდომა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენციაში საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 47-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე საუბარი შეეხო უმაღლესი საგანმანათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ მდგომარეობასაც. ჩვენი ერთობლივი მიმართვა ასევე განვაცხადეთ ენქასთან ევროპულ გაერთიანებას და ეკართან, რომ ჩვენ ხარს უჭერთ ჩვენ ორგანიზაციას, ხარისხის განათლების ეროვნულ ცენტრს, რამე თუ ის იყოს, ასევე რეგისტრაცია იყოს აღდგენილი, ეს სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც მოხდა, რომ მოხდა იტალიაში, მოხდა მოხდა პოლონეთში და მოხდა ასევე თურქეთში. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ გვაქვს გაასაჩირო ჩვენი ხარისხის ეროვნული ცენტრი ამ გადაწყვეტილებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე აგვიდგება ჩვენ რეგისტრაცია, თუმცა ეს რეგისტრაცია არ არის სასიამოვნო, მაგრამ არავით არ განაკლით ჩვენი სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის არ წარმოადგენს. არანაირი კავშირი ამ რეესტრის წევრობას თქვა დიპლომების ლეგიტიმურობასთან, ჩვენი დიპლომების აღიარებასთან არანაირი კავშირი აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ ამის გარდა ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ასევე არის სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ორგანიზაციების წევრი, რომლებიც აღიარებენ ჩვენ დიპლომებს და მაგალითად მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრები ვართ და ჩვენი სამედიცინო დიპლომი 2028 წლამდე აღიარებულია. თბილისში